ერთ დღეს, როცა ის ასწავლიდა ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომელნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან. და უფლის ძალა იყო მასთან განსაკურნალად. აჰა, კაცებმა საწოლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო და ცდილობდნენ შიგნით შეეყვანათ და იესოს წინაშე დაეწვინათ. და რომ ვერ მოახერხეს მისი შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის იგი საწოლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინაშე. რომ დაინახა მათი რწმენა, უთხრა: ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა იწყეს მსჯელობა ურთიერთშორის და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღმერთს როგმობს? ვისწავლოთ ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა. იესომ იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა პასუხად: რას კითხულობთ თქვენს გულში? რა უფრო ადვილია, თქმა შენი ცოდვები მოგეტევა, თუ თქმა ადეკ და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს დედამიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, ეუბნება დავრდომილს: შენ გეუბნები, ადეკ, აიღე შენი საწოლი და შინ წადი. მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო რაზეც იწვა და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს. განცვიფრებამ შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და შეშინებულები ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს. ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც იჯდა საბაჟოში და უთხრა მას: გამომყევი მე. მანაც მიატოვა ყოველივე, წამოდგა და გაჰყვა მას. მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. იქ იყო ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც მათთან ერთად უსხდნენ სუფრას. წიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად? იესომ უთხრა მათ პასუხად: მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მე მოვედი, რომ ცოდვილებს მოუწოდო მოსანანიებლად და არა მართალთ. მათ კი უთხრეს: იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთაგანიც. შენები კი ჭამენ და სვამენ. იესომ უპასუხა მათ: განა შეიძლება აიძულო მეკორწილეები მარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის. მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ იმ დღეებში. იგავიც უთხრა მათ: არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დაგლეჭს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას.
არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო.